ტრამპის ოჯახი სამიზნე გახდა მას შემდეგ, რაც უკიდურესი მემარცხენეების პროტესტების ტალღა და რადიკალური პოლიტიკური თავდასხმები დაიწყო. ტრამპის სიძის, ჯარედ კუშნერის და პრეზიდენტ ტრამპის ქალიშვილის ივანკა ტრამპის პროექტების გარშემო აშშ-ს ფარგლებს გარეთ. ამ პარასკევს 2026 წლის 5 ივნისს საქმე უფრო აქტუალური გახდა, რადგან ანტი-ტრამპის ოპოზიცია ცდილობს დაანგრიოს კერძო ინვესტიციების საზღვარგარეთ. ამავე დროს კი ზეწოლას ახდენს ტრამპის სახელთან დაკავშირებულ ბიზნესებზე ბელგრადში, ავსტრალიასი დაქვათა და საქართველოში. შეტევა მხოლოდ კურორტს, კუნძულს ან რომელიმე პროექტს არ ეხება. შეტევა მიმართულია ტრამპის გვარის, ოჯახის საერთაშორისო გავლენისა და პრეზიდენტის მოკავშირეების მიერ სტრატეგიულ რეგიონებში შექმნილი ნებისმიერი შესაძლებლობის წინააღმდეგ. რას ცდილობენ გაანადგურონ? რატომ დაიწყო ეს ბოიკოტი ახლა? როგორც ცდილობს მემარცხენეები ინვესტიციას სკანდალად გადააქციონ. ახლავე ყველაფერს გეტყვი. თუ ასეთი პირდაპირი და გულწრფელი კონტენტი მოგწონს, გამოიწერე არხი, რადგან აქ ყოველდღე ასეთ ვიდეოებს ნახავ. ზეწოლის ცენტრი ალბანეთშია, სადაც ტურისტულმა პროექტმა, რომელიც დაკავშირებულია Affinity Partners-თან, საინვესტიციო კომპანიასთან, რომელიც ჯარედ კუშნერმა დააარსა, პროტესტები გამოიწვია ტირანასა და სანაპირო რეგიონში ვიოზა ნარტას მახლობლად. პროექტი მოიცავს ხმელთაშუა ზღვის კუნძულს და სანაპიროს მგრძნობიარე ზოლს, ტურისტული განვითარების, სამუშაო ადგილების შექმნისა და ინვესტიციების მოზიდვის დაპირებით. ადგილობრივი ოპოზიცია და გარემოს დამცველები აცხადებენ, რომ ეშინიათ ზიანი მიადგეს ბუნებრივ ტერიტორიებს, ფრინველებს, კუებსა და დაცულ პლაჟებს. თუმცა მოძრაობა სწრაფად გადავიდა გარემოს დაცვითი დებატებიდან პირდაპირ პოლიტიკურ შეტევაზე ტრამპის ოჯახის წინააღმდეგ. ჯარედ კუშნერი და ივანკა ტრამპი გახდნენ ამ საქმის სახე, რადგან მათ რეგიონი მოინახულეს, საჯაროდ ისაუბრეს პროექტის პოტენციალზე და იდეა წარმოადგინეს, როგორც მაღალი დონის ტრანსფორმაცია. ანტი-ტრამპისტულმა მედიამ ეს განცხადება აიტაცა და სცადა შეექმნა იმიჯი, თითქოს ოჯახი მთელ კუნძულს ითვისებდა. ამის შემდეგ ბოიკოტის სიტყვა გამოჩნდა სცენაზე. მოჩვენებლები ქუჩებში გამოვიდნენ, პლაკატები გამოჩნდა, ზეწოლა გაიზარდა პრემიერ-მინისტრ ედ ჰეიმერზე. და დონალდ ტრამპის სახელი გახდა მთავარი სამიზნე კამპანიისა, რომელიც აერთიანებს გარემოს დაცვას, ალბანეთის შიდა პოლიტიკას და იდეოლოგიურ უარყოფას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიმართ. აქ ჩნდება პოლიტიკური ოპერაცია. სანამ ხელისუფლების საბოლოო დასკვნა იქნება, სანამ გარემოს დაცვის საბოლოო ანგარიში იქნება და სანამ ტრამპის ოჯახის წინააღმდეგ დანაშაულის დამამტკიცებელი მტკიცებულება იქნება, მემარცხენეებმა უკვე მიიღეს ვერდიქტი. მათთვის თუ ტრამპის გვარი ჩნდება, ეს უკვე კორუფციაა, თუ კერძო ინვესტიციაა, ეს უკვე ძარცვაა, თუ ელიტური ტურიზმია, ეს უკვე განადგურებაა. თუ ტრადიციული სახელმძღვანელოს მიღმა დიპლომატია ჩნდება, ეს უკვე ინტერესთა კონფლიქტია. მიზანი არ არის პროექტის სერიოზულად განხილვა. მიზანი ისაა, რომ ტრამპის სახელთან მიამაგრონ იდეა თითქოს მას არ შეუძლია ააშენოს, მოლაპარაკებები აწარმოოს, დააბანდოს ან რაიმე გავლენა მოახდინოს მსოფლიოში. ბელგრადის შემთხვევაც ამავე მექანიზმში მოხდა. სერბეთში კუშნერი ჩართული იყო პროექტში, რომელიც ძველი სამხედრო კომპლექსის ელიტურ ზონად გადაქცევას ისახავდა მიზნად. პროექტს პროტესტები და სამართლებრივი კითხვები მოჰყვა და საბოლოოდ შეჩერდა მას შემდეგ, რაც ადგილობრივ ხელისუფლებასთან დაკავშირებული ბრალდებები გაჩნდა. ყოველთვის, როცა ტრამპის სახელი დიდ პროექტში ჩნდება, ჯგუფები, პოლიტიკოსები, აქტივისტები და ადგილობრივი ბიუროკრატიის წარმომადგენლები ერთიანდებიან, რათა შექმნან საზოგადოებრივი ხარჯი, შეაფერხონ ლიცენზიები, გააჩინონ სათაურები და ზეწოლა მოახდინონ ინვესტორებზე. ავსტრალიაში ტრამპის სახელით პროექტის გაუქმებაც იარაღად იქცა. დეველოპერმა განაცხადა, რომ ტრამპის სახელი ტოქსიკური გახდა და გადაწყვიტა პროექტისთვის მისი გამოყენება შეეწყვიტა. ანტი-ტრამპული მედიისთვის ეს მსოფლიო მასშტაბით უარყოფას ადასტურებს. ვინც უფრო მშვიდად უყურებს, ხედავს, როგორ გადავიდა ტრამპის წინააღმდეგ კულტურული ომი საარჩევნო ყუთებიდან ბაზარზე. სამიზნე მხოლოდ ერთი კანდიდატურა არ არის. ეს არის სახელი, ბრენდი, შვილები, სიძეები, პარტნიორები და ნებისმიერი კომპანია, რომელიც დათანხმდება ამ პოლიტიკურ ველთან დაახლოებას. საქართველოს ჩნდება ამ სათამაშო დაფაზე, რადგან ტრამპის სამყაროსთან დაკავშირებული ახალი პროექტები ჩნდება უკვე დაძაბულ პოლიტიკურ გარემოში. შეერთებულ შტატებში შეტევა ახალ დონეზე გადავიდა, როდესაც მარკო რუბიოს კონგრესში ჯარედ კუშნერისა და სტივ უიტკოფის შესახებ კითხეს. დემოკრატებმა რუბიოზე ზეწოლა მოახდინეს, ინტერესთა კონფლიქტის ბრალდებებით, უცხოური ინვესტიციების, ახლო აღმოსავლეთის ფონდებისა და კუშნერისა და უიტკოფის მონაწილეობით, საგარეო პოლიტიკის მზნობიარე საკითხებზე გამართული საუბრების მოტივით.
მიზანი ნათელი იყო. სახელმწიფო მდივანი საჯარო მახეში გაებათ და ენიშნათ, რომ ტრამპს ამერიკული დიპლომატია ოჯახის ახლობელი ბიზნესმენებისთვის ჰქონდა გადაცემული. რუბიომ არ მისცა მარცხენას ის ნარატივი, რაც სურდათ. მან განაცხადა, რომ არ უნახავს მტკიცებულება, თითქოს ვიტკოპს პირადი სარგებლისთვის მიეღოს გადაწყვეტილება და აღნიშნა, რომ იმ ურთიერთობებში, რაც მას ჰქონდა, დესპანი თითქოს აშეტე-შეჭოს ინტერესების სამსახურში მოქმედებდა. პასუხმა უხერხულობა გამოიწვია, რადგან მან ძირითადი სპექტაკლი აუდიტორიაზე დაანგრია. დაკითხვა ისე იყო მოთხოვილი, რომ პირდაპირ ეთერში მსჯავრდებად გამოჩენილიყო, მაგრამ რუბიომ რაღაც საბაზისო მოითხოვა, კონკრეტული მტკიცებულება, არა მხოლოდ პოლიტიკური ეჭვი. ირანის საკითხი კიდევ ერთი მცდელობა იყო ზიანის მიყენებისა. მემარცხენეებმა სცადეს ეთქვათ, რომ კუშნერი და ვიტკოპი ბირთვულ კრიზისს ისე ეპრობოდნენ, თითქოს უძრავი ქონების საქმე ყოფილიყო. მაგრამ რუბიოს საჯარო პოზიცია სხვა იყო. მან განაცხადა, რომ ირანისთვის სანქციების ნებისმიერი შემსუბუქება უნდა იყოს დამოკიდებული ბირთვული საქმიანობის შეწყვეტაზე. ეს ცვლის ამბის არსს. ტრამპი თამაშს ართმობს. თეთრი სახლი ინარჩუნებს ზეწოლას, იყენებს ალტერნატიულ არხებს, ამოწმებს შესაძლებლობებს და ნათლად აჩვენებს, რომ ირანის რეჟიმი ვერ მიიღებს სარგებელს, თუ მთავარ საკითხზე დათმობას არ წავა. ეს დეტალი მნიშვნელოვანია, რადგან მემარცხენეები ყველაფერს ობამას ბირთვულ შეთანხმებას ადარებენ. თითქოს ის მოდელი იდეალური იყო და თითქოს ტრამპს შესანიშნავი გადაწყვეტა დაეშალა. რეალობა ისაა, რომ ტრამპი ირანს ყოველთვის სერიოზულ საფრთხედ აღიქვამდა და არა სანდო პარტნიორად. განსხვავება ისაა, რომ ის მხოლოდ ტრადიციულ დიპლომატიაზე არ არის დამოკიდებული. ის დიპლომატია, რომელიც ლამაზად ლაპარაკობს, ხელმოწერებს აწევს და მერე აღმოაჩენს, რომ მტერი ფარულად მაინც აგრძელებდა წინსვლას. ტრამპი იყენებს სამხედრო ზეწოლას, სანქციებს, არაპირდაპირ მოლაპარაკებებს და დიპლომატიური წრის გარეთ მყოფ შუამავლებს. სწორედ ეს აღიზიანებს ვაშინგტონს. გლობალური ბოიკოტი ტრამპის ოჯახის წინააღმდეგ სწორედ ამ გაღიზიანებიდან წარმოიშვა. მემარცხენეები ვერ იტანენ, როცა ტრამპის მოკავშირეები ინვესტორებს, მთავრობებსა და საერთაშორისო მოლაპარაკებებს შორის მოძრაობენ. ისინი სურთ, რომ ყველა ძლიერი რესპუბლიკელი იყოს იზოლირებული, დემონიზებული და ეშინოდეს საჯაროდ გამოჩენის. ამიტომ კამპანია ალბანეთის პროექტით არ მთავრდება. ის ცდილობს შეუტიოს ტრამპის ბრენდს, Affinity Partners, იტკობს რუბიოს და ნებისმიერ უცხოურ მთავრობას, რომელიც დათანხმდება ამ ჯგუფთან მოლაპარაკებას. იგივე მოდელი უკვე გამოჩნდა სხვა სფეროებშიც. მემარჯვენეებთან დაკავშირებულ კომპანიებზე ზეწოლას ახდენენ, ბანკირებს და ინვესტორებს აშინებენ. კონსერვატორი კონტენტის შემქმნელებს ბოიკოტს უცხადებენ. პლატფორმებს აიძულებენ ცენზურა დააწესონ. ეხლა ეს მეთოდი დონალდ ტრამპის ოჯახთან დაკავშირებულ საერთაშორისო პროექტებზეც გავრცელდა. ლოგიკა მარტივია. თუ ტრამპის მმართველობის შეჩერება შეუძლებელია, ცდილობენ, რომ მისთან დაკავშირებულ არც ერთ ადამიანს არ კონდეს საჯარო ცხოვრება, კერძო ბიზნესი ან საერთაშორისო გავლენა. მაგრამ ამბის მეორე მხარეც ნათელია. ტრამპის სახელი ჯერ კიდევ ამოძრავებს მთავრობებს, იზიდავს კაპიტალს, იწვევს საერთაშორისო რეაქციას და აწუხებს მემარცხენეებს, რადგან ის კვლავ ძლიერია მუდმივი თავდასხმების მიუხედავად. ის წარმოადგენს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და დიპლომატიურ ქსელს, რომელიც მემარცხენეებმა ვერ შეძლეს დაენგრიათ. მე ვარ მილსონ ალუესი, გლობალ ინტერნაციონალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღე მოგაწოდოს სიმართლეზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. ახალი ამბების ბულები ვიდეოს აღწერაშია. დაალაიქე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო მილსონ ალუესის საზოგადოებაში.